საერთოდ რელიგიური თემატური ნახატი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ეს არ არის ხატი საეკლესიო თქვა გამოყენების ნივთი, ეს რა თქმა უნდა არის ხატვის ხელოვანის თავისუფალი შემოქმედებითი ფიქრის, ემოციის შედეგი. და ძალიან საინტერესო რომ დააკვირდა თუ როგორ არის ეს სიახლე ხატვის თავისუფალინება დაკავშირებული ტრადიციულ გამოცდილებასთან, იქნებ იკონოგრაფიასთან. სწორედ ჩვენი თქვა დოქტორანტები, ჩვენი თქვა პედაგოგები წლების განმავლობაში მუშაობენ ამ თემაზე და სწორედ დღეს მოხდა კონფერენციის სახით აი ამ თქვა თემების ნამუშევარის წარმოადგენა ჩატარდა შესანიშნავი კონფერენცია, სადაც ჩვენ აკადემიის დოქტორანტები წარმოადგენს და არა მარტო დოქტორანტები, ჩვენ პროფესორები წარმოადგენს კვლევები ამ მიმართულებით ჩამოსულია ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს წლების განმავლობაში, მან დიდი გამოსვლები დააგროვა და ნაწილობრივ ამ თემასთან დაკავშირებით წარმოადგენილია თემასთან მიმართებით წარმოადგენილია რამდენიმე ქართული მხატვრის ნამუშევარი, რომელთაც სხვა პერიოდში შესრულებული აქვს რელიგიურ თემაზე, ამ რელიგიურ თემასთან დაკავშირებული ნამუშევრები. ეს რეალობაში იდეალური ვარიანტია დაგებით, რომ აი თემა კვლევა სამეცნიერო და შემოქმედებითი კრეატიული მხატვრული ნაწარმოები წარმოგვიდგება ერთად. მაგრამ ამ ძალიან საინტერესოა თუ დავაკვირდებით. თემებზე არ მუშაობს ზოგადად. ახლა ეს ნამუშევარი, რომელიც აქ არის წარმოდგენილი ამ დარბაზში, საკმაოდ ძველია და მიეკუთვნება იმ პერიოდს, როდესაც ესეთი პოსტმოდერნისტული თამაშებით ვიყავი გატაცებული. რაში მდგომარეობდა არსი ამ ნამუშევრების გაკეთების, უკვე არსებული სიუჟეტი, რომელიც მიღებული არის მსოფლიო პრაქტიკაში და ცნობილი არის და ასე ვთქვათ, უკვე სტერეოტიპებად არის ქცეული. აი ამ სტერეოტიპების ახლებური გადათამაშება იყო ჩემს ინტერესში შესული.